ის მოდის. ის იმედით მოდის. და არ იცის, რომ სულ ცოტა ხანში მას ოცნება აუხდება. ეს ადამიანი ბავშვობიდან ხატავს. თვითნასწავლი მხატვარია. და მისი ოცნება ერთხელ მაინც დადგეს მოლბერტთან და დახატოს. გაგვეცანი. მე ვარ თინა სკილაშვილი. დამწყები მხატვარი. ჩემი პირველი მეთ, მეორე მეთ და საერთოდ მესამე მე მთელი ჩემი არსებით ვხატავ. ხატავ და სულ ხატავ. მინდა მეთ და ჩემი ნახატებით ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. ხო და ახლა აქ ამ იესამნისფერ პლანეტაზე გადავდივარ, სადაც ვიცი, ჩემი ოცნება ასრულდება. მოლბერტთან არასდროს მდგარ ვარ. ხო და მე, როგორც ამ პლანეტის ერთ-ერთი მინადარი, ვიწყებ ჩემი ოცნების ასრულებას, ხატავ. ხატავ როგორც ნამდვილი მხატვარი, ნამდვილ მოლბერტთან. როდიდან დაიწყე ხატვა? ბავშვობიდან ხატავ, ჩემი დავიწყე ხატვა, გავყევი, მე ამას თვითნასწავლი ვარ. ანუ ჩემით ვცდილობდი დამეხვეწა დღითი დღე ეს ნახატები. მე ფერებში დავიწყე ხატვა უკვე დახვეწილი მაშინ. მქონდა გამოფენებით სხვადასხვა ადგილებში. ცოტა ხანს ვიარე კერძო მასწავლებელთან ხატვაზე. და რა ფერებში ხატავ? რომელი პეიზაჟს უფრო ხატავ თუ ნატურმორტს? შემიძლია პეიზაჟით დავხატო, ნატურმორტით, უფრო იმპრესიონისტის სტილში მიყვარს ხატვა. შავ-თეთრი ფერები არ მხიბლობს, უფრო პოზიტიურ ფერებში ვხატავ. ესე იგი, შენ მხიარული ფერები გიყვარს. დიახ. როგორია შენი სამომავლო გეგმები? რას აპირებ მომავალში? მინდა უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნო, ეს ჩემი შემოქმედება. გავიტანო ფართო აუდიტორიაში. და ყველამ გაიცნოს, რას საქმიანობ და როგორ ხატავ. ახლა სანამ თიკოს ოცნებას აუხსნეთ, ნახოთ მისი ნახატები. მე გუშინ მონაწილეობა მივიღე აქციაში გაიღიმე და ვხატე გუშინ და მოვიტანე ეს უსაყვარლესი ნახატი, რომელიც უნდა გადმოგცეთ თქვენ. და ეს სიმბოლურად ეს პატარა სმაილიკით
მოვაყოლე. მადლობა თიკო, ძალიან ლამაზი ნახატია. და მადლობა იმისთვის, რომ ჩვენს აქციაში ჩაერთე გაიღიმე. დიდი სიამოვნებით ვიღეთ ამ აქციაში მონაწილეობას. ყველას მოვწოდებ, რომ მიიღოს მონაწილეობა და თითო სიკეთე ყველამ გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მეგობრებო, ჩაერთოთ ამ აქციაში და თითო აგური დავდოთ, სიკეთე გავაკეთოთ. თიკო, რამინ, რადგანაც იასამნისფერ პლანეტაზე ყველა ოცნება ხდება, ჩვენც დღეს გადავწყვიტეთ შენი ოცნება ავახდინოთ. ჩვენ დღეს, თიკო, შენთან ერთად ვეწევით გინტურების სამხატვრო სტუდიას, ვაჩვენებთ შენს ნახატებს, პროფესიონალურ მხატვარს, ის შენ მოგცემს თავის რჩევებს, მითითებებს და რაც ყველაზე მთავარია, შენ იქ, ჩვენი გადაცემის დასრულებამდე, დახატავ ნახატს, რომელ ნახატზეც პოეტი შექმნის ლექსს, ხოლო მუსიკოსი კი სიმღერას. შემდეგ ჩვენ ჩავწერთ კლიპს, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი იქნები შენ. მე მგონი 4 ოცნება აგიხდა ამ იასამნისფერ პლანეტაზე და კიდევ ერთი. რამინ, შენს გვერდით არის პატარა საჩუქარი თიკოსთვის. ეს არის მოლბერტი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ შენ გაჩუქოთ, გადმოგცეთ. ხატე ძალიან ბევრი, ხატე ნათელი ფერებით და იყავი სულ ესეთი გაღიმებული, როგორი ღიმილიანი წახლა ხარ. გადაეცი რამინ საჩუქარი და წავიდეთ სახელოსნოში. დიდი მადლობა თქვენ. ახლა დროა წავიდეთ სახელოსნოში. და ჩვენ თიკოსთან ერთად მოვედით მხატვარ გინტურების სამხატვრო ცენტრში, სადაც დაგვეხმარებიან, რომ აუხდინოთ თიკოს ოცნება. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცით თიკოს ავუხდინოთ ოცნება. თიკო არის დამწყები მხატვარი, თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც მუდამ ოცნებობდა ნამდვილ მოლბერტთან დამდგარიყო. დაეხატა და ნამდვილი მხატვრებისგან მიეღო. თუნდაც შენიშვნები, თუნდაც რაღაცა პატარ-პატარა წინადადებები. ამიტომ გიტოვებთ თიკოს. მაგრამ ჩვენმა მაყურებელმა უნდა ნახოს, რომ თიკო დადგება მოლბერტთან და თქვენც რომ იცოდეთ, თიკო ახლა შეასრულებს ნახატს. შემდეგ ამ ნახატზე პოეტი დაწერს ლექსს და კომპოზიტორი აამღერებს. ასე რომ თქვენც ჩვენი მეგობრები ხართ და მადლობა მეგობრებისთვის. თიკო, მოდი ეს შენი ნახატები გადაეცი. ისინი აუცილებლად ნახავენ და ყველანაირ რჩევას და რეკომენდაციას მოგცემენ. ხო, დაასრულე ნამუშევარი. კარგია თუ აქ დააწერ, მოაწერ შენ ხელს. ხელ მოწერას გააკეთებ და აქეთ ამბობენ რა დროს შეასრულე და რა ნამუშევარი შეასრულე. მაგალითად ეს არის პეიზაჟი, ხო? პეიზაჟი გაზაფხულის, ზაფხულის, მიაწერი ყველაფერს და აქ შენ ხელ მოწერას გააკეთებ. დანარჩენი ყველაფერი კარგია. არაფერი ისეთი არ უნდა მას. ვან გოგის ბიზნესმენები. შვენიერი, ამასაც იგივე. სხვა შენიშვნას ვერაფერს ვერ მიცემ. აქ მოაწერ ხელს შენს ხელ მოწერას. შენ ან ინიციალები როგორც გინდა რა და უკანაც იგივე, ანუ როდის შეასრულე ეს ნამუშევარი. კი. ესეც შვენიერი კომპოზიცია. ну მოქმედებს ადამიანი ფიგურა. იმაშია. ხო, ეს ქალბატონი ცოტა მინორში არის რა. შვენიერი. ამასაც იგივე, ნახე არც ეც არ აღარ მოწერილი და შემდეგში ეგ დღეიდან, დღეის შემდეგ რასაც კიდე ხატავ, ყველა საი აქ მოაწერ შენს ავტოგრაფს. ეს ეს კარგი ნამუშევარია, ნახევრად პროფილი. ეს არის ნახევრად. კი, ნახევრად პროფილი. ნახე, შვენიერია.
არის ანფასი. აი ვენერა შეხედეთ მთლიანად რო უყურებთ. პირდაპირ რო უყურებთ, ეგ არის ანფასი. აი წინ არიან ნახევრად პროფილები. ნახევრად თუ ჩანს ყური, იმას ერთად ცოტათი უშან. აი ეს მაგალითად პორტრეტები რო აქვს ბიჭისა და კაცის, ისინიც ნახევრად პროფილებია მარჯვნივ და მარცხენა მხარე. ხები ანფასი არის აი ეს და აი ეს ფიგურები. ანფასი არის პირდაპირ რო უყურებთ პორტრეტს. ეგ არის ანფასი. ნახევრად პროფილი არის და პროფილი ფლატ პროფილია, ესე რომ მიყურებ ახლა შეიძლება. ეს ბედულად. ხო, აბსოლუტური პროფილი ეს. ესეც ძალიან კარგი ნამუშევარია. უკრაინის თემატიკა. შვენიერია და პატარა ჩtildeსაც გაუკეთებდი, თუმცა თუ ესია ჩანაფიქრი, ესეც კაი, მაგრამ ჩtildeს რო გაუკეთებდი, უკრაინაზე ჩემასაც არის შესრულებული. აი ეს სცენა ბავშვი რომ ხო, ეგ ისა უკრაინის თემაზეა კი ესეც. გვარკვეთს. მე გაუკეთი აი ესეთი სამკუთხედი. მე გაუკეთი ტუჩები აი ესეთი წეთია სამკუთხედი. გესმის? ნიკაპი ესე და მე გაუკეთი აი ესე მარტივად ძალიან ძალიან იმით არის. მოჭრილი იმით. გმადლობ დახმარებისთვის, რომ თიკოს აუხდინეთ ოცნება და ჩვენ აქ არ მოსულვართ ხელცარიელი. ჩვენ იასამნისფერ პლანეტელებმა აქცია გაიღიმემ, გამოგვატანა უგემრიელესი ორცხობილები. გაიღიმეთ და გაუღიმეთ სხვას. ვინც თქვენთან შემოვა, ყველას გაასინჯით ეს ორცხობილა. გაიხარეთ და ყველა ესე გავახაროთ აუცილებლად, მაგრამ რატო შეწუხდით? შეწუხება იყო. დიდი მადლობა, პირიქით, წარმატებები თქვენ და თქვენ მთლიან გონს. ხატავ მაიქცია ის ხა ემოცია, როდესაც ველოდებით ამდენად ხატავ იმ იდეის დასრულებას, რომ სიხარულით ნახო როგორი რა გამოვა ინტერესი მაქვს დიდი. კი, ამ თვითონ ეხაც ბედნიერი ვარ, რომ ველოდები ხა როდის გამოვა ეს შვენიერი პორტრეტი, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ძალიან იმით არის, მოჭრილი იმით. ახლა ვნახოთ რა დახატა თიკო. თიკო რა დახატე? მე დავხატე გოგონა იასამნისფერ პლანეტაზე, ანუ თაიგული იასამნისფერ ფერებში აქ და მინდორში არის ყვავილებში იასამნისფერი ისიც. ახლა წავედით პოეტთან.